მოგესალმებით, მე ვარ დავით კაკიაშვილი, ექიმი უროონკოლოგი, ისრაელის გალილის უნივერსიტეტური ჰოსპიტალის უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ასევე რობოტიული ქირურგიის და ონკოუროლოგიის უფროსი. ჩემი პროფესიული გზა შედგება ჩემი მოღვაწეობით ამერიკის, კანადის და ისრაელის წამყვან კლინიკებში. ჩემი პროფესიული ინტერესი წარმოადგენს ძირითადად უროონკოლოგიური დაავადებები და რობოტიული ქირურგიის შეფარდება ამ დაავადებების მკურნალობაში. ისეთი დაავადებები, როგორიც არის თირკმლის სიმსივნე, პროსტატის სიმსივნე, შარდის ბუშტის სიმსივნე, ჩვენ ასევე ვკურნალობთ ადამიანებს სხვადასხვა უროლოგიურ პრობლემებში, როგორიც არის სექსუალური რაღაც დარღვევები, კენჭოვანი დაავადებები, მანდილოსან პაციენტებში შარდის შეუკავება და ასე შემდეგ. ჩვენ ვკურნალობთ ონკოლოგიის გარდა სხვადასხვა უროლოგიურ პრობლემებსაც, ისეთი როგორიც არის შარდის შეუკავება მანდილოსან პატიოსნებში, სხვადასხვაგვარი მანდილოსან პაციენტებში. აბა რა ვთქვი? პატიოსნებში. პატიოსნება. ის კარგი იყო, მანდილოსნები იმას ქერით მარტო. ჩვენ გავგზელოთ? ჩვენ ასევე ვკურნალობთ სხვადასხვა უროლოგიურ პრობლემებს, ონკოლოგიის გარდა, კენჭოვან დაავადებებს, სექსუალურ პრობლემებს, შარდის შეუკავებას, ხანში შესულ ქალებში. ბოლო წლის მანძილზე გვაქვს ძალიან პროდუქტიული ურთიერთობა ბოჭორიშვილის კლინიკასთან. ამ წლის მანძილზე ჩატარდა ძალიან სერიოზული ონკოლოგიური და რეკონსტრუქციული ოპერაციები. ამის გარდა კონსულტაცია გაუწიეთ ძალიან ბევრ მოქალაქეს სხვადასხვა უროლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით და მე მგონი დიდი კმაყოფილება გამოიწვია ამ ვიზიტებმა. ამის გარდა ჩვენ გვაქვს მუდმივად კავშირი უროონკოლოგიური საკონსულტაციო ბორდები, სადაც განვიხილავთ სხვადასხვა რთულ კომპლექსურ პრობლემებს და ავადმყოფს უბრუნებთ შესაბამის პასუხს. ძალიან კი, ამ წლის განმავლობაში საიდან უნდა გავიმეორო, აღარ მახსოვს. არა, მე მგონი ბორდიდან იყო უკვე. მუდმივად ამ წლის განმავლობაში მუდმივად მოქმედებს საერთო ქართულ-ისრაელური ონკოლოგიური ბორდი, სადაც განვიხილავთ სხვადასხვა კომპლექსურ შემთხვევებს და დიდი გარჩევების შემდეგ შესაბამისად უწევთ რეკომენდაციას ქართველ პაციენტებს. ძალიან გასახარია, რომ თბილისში და საქართველოში არსებობს ასეთი დონის კლინიკა, სადაც არის მაღალი დონის აღჭურვილებები და ასევე მედპერსონალი. შესანიშნავი მომზადებით, ეს ეხება ექიმებსაც, სხვა მედპერსონალსაც და ჩვენი მიზანია, რომ ამ კლინიკის ბაზაზე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას, ქართველ პაციენტებს მიიღონ მსოფლიო დონის მომსახურება საქართველოს ფარგლების დატოვების გარეშე, თავიანთ მყუდრო ნაცნობ ატმოსფეროში და განსაკუთრებით თავიანთ ენაზე, რომ არ იყოს რამე გაურკვეველი ან შეუკითხავი. კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდე, რომ რა შეიძლება შევთავაზოთ ჩვენთან მოსულ
მოქალაქეებს ჩვენ მკურნალობთ სხვადასხვა სახის უროლოგიურ სიმსივნეებს, ისეთი როგორც არის თირკმლის სიმსივნე, თირკმლის შენარჩუნებით, შარდის ბურთის სიმსივნე, პროსტატის სიმსივნეს ოპერაციები, სექსუალური ფუნქციის და შარდის შეკავების შენარჩუნების მაღალი პროცენტული შედეგებით, ასევე სხვა არაონკოლოგიურ ოპერაციებზე, ისე როგორც არის კენჭის გავლა, შარდის შეუკავება და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მნიშვნელოვანია, რომ მივმართოთ ფართო მოსახლეობას, რომ ძალიან ხშირად ავადმყოფები მოგმართავენ დიდი დაგვიანებით. ან ქონდათ გავლილი მკურნალობა სწორი თუ არასწორი სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა კლინიკებში არადამაჯერებელი შედეგებით. და ხშირ შემთხვევებში ასეთ ავადმყოფებზე შეიძლება დახმარება ჩატარდეს გარკვეული რეკონსტრუქციული რთული ოპერაციები იმ სავალალო შედეგების გამოსასწორებლად, რაც რადიაციული თერაპიის ან სხვადასხვა ოპერაციის შედეგად მივიღეთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა მოსახლეობამ იცოდეს პროფილაქტიკის მნიშვნელობა, რაც ძალიან მიღებულია დასავლურ მედიცინაში. უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯობია არ მივიდეს საქმე რაღაც დაავადების მკურნალობამდე და ადრე ეტაპზე მოხერხდეს ამ რისკების ამოძირკვა. განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ გენეტიური რისკი სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების, ადამიანები, რომლებიც არიან მწეველები, რომლებსაც აქვთ მაღალი რისკი შარდის ბუშტის სიმსივნის, თირკმლის სიმსივნის, სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების, ასევე მამაკაცებში მოზარდ მოსახლეობაში 40-50 წლის შემდეგ სასურველია სისხლის ანალიზის გაკეთება პროსტატის კიბოს ნაადრევ გამოვლინებისათვის და რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრე გამოვლინდება ეს ყველა პათოლოგიები, მით უმეტეს იოლი იქნება უფრო ამ პრობლემების გადაწყვეტა. მინდა მიმართო საქართველოს მოსახლეობა, რომ თუ მომართავენ ამ კლინიკას, აქ დახვდებათ მსოფლიო დონის პროფესიული მომსახურება ერთი მხრივ და მეორე მხრივ ძალიან თბილი და გამგებიანი და მხარდამჭერი ატმოსფერო თავიანთ საკუთარ გარემოში და თავიანთ გასაგებ ენაზე. იმედია, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და დიდ სიკეთეს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ გეგმავთ ახლო მომავალში აქ ტექნიკური ბაზის გაფართოებას, უცხოური რობოტის დამონტაჟებას და შესაბამისად ახლო მომავალში შესაძლებელი გახდება იმ რობოტიული რთული ოპერაციების ჩატარება, რისთვისაც დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობა მიემართება თურქეთში, ისრაელში, გერმანიაში, ავსტრიაში, სხვადასხვა ქვეყნებში და ალბათ ყველას ესმის ეს რა ხარჯებთან და რა სირთულეებთან არის ლოგისტიკურთან დაკავშირებული. ასე რომ მოგმართავთ თხოვნით და რეკომენდაციით დაგვიკავშირდეთ და იმედია კმაყოფილი იქნებით ჩვენი მომსახურებით, პირველ რიგში ჩვენი მოპყრობით თქვენდანვე და რა თქმა უნდა, რაც მთავარია მკურნალობის შედეგებით. იმედია, რომ მოგმართავთ და კმაყოფილი იქნებით ჩვენი მომსახურებით, ჩვენი მომყრობით და რაც ყველაზე მთავარია მკურნალობის შედეგებით. რომელიმე პაციენტთან რო შევიდეთ რა, რომ აი რაღაცა ვითომ